მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ შახ-აბასზე. ის სეფიანთა დინასტიის ცნობილი წარმომადგენელია და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთის ისტორიის კონტექსტშიც ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მმართველი იყო. თავისთავად ირანის ისტორიაშიც ის შესულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მონარქი. შახ-აბასი საქართველოს ისტორიის გადმოსახედიდანაც ძალიან ცნობილი ფიგურა არის, გასაგებია რატომ, მისი ლაშქრობების გამო აღმოსავლეთ საქართველოში და ზოგადად მისი ამბიციურობიდან გამომდინარე, რადგან მას სურდა საბოლოოდ განმტკიცებინა ირანული გავლენა აღმოსავლეთ საქართველოზე და ზოგადად კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილზე. შახ-აბასის მმართველობა დაიწყო ირანისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, როდესაც ოსმალებმა საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწიეს მე-16 საუკუნის განმავლობაში. ოსმალები შეშინებულები იყვნენ, რომ შიიტურ ირანს მეტი გავლენა არ მოეპოვებინა რეგიონში და პირველ რიგში იმ მომთაბარე ტომებზე და იმ ხალხებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ოსმალეთის იმპერიის შიგნით, კერძოდ კი ანატოლიაში. ეშინოდათ, რომ შიიტები სრულად არ გადასულიყვნენ ირანის მხარეს, გულისხმობ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ შიიტებს. და რა თქმა უნდა, ოსმალები ასევე შეწუხებულები იყვნენ იმით, რომ უბრალოდ ახლო აღმოსავლეთში მათ ძლიერი მოწინააღმდეგე ყავდათ, რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, იმპერიული ამბიციები გააჩნდა. ის ომები, რომელიც მე-16 საუკუნის განმავლობაში, ამ საუკუნის დასაწყისიდან პრინციპში დაიწყო ამ ორ იმპერიას შორის, მე-16 საუკუნის ბოლოსთვის თამად შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა ოსმალეთის გამარჯვებით. ოსმალეთმა უზარმაზარი ტერიტორიები დაიკავა სპარსეთის იმპერიისა, გულისხმობ პირველ რიგში ჩრდილოეთ ნაწილს იმდროინდელი ირანისა, რაც მოიცავდა საკმაოდ დიდარ ტერიტორიებს, სადაც წარმოებოდა პირველ რიგში აბრეშუმი და აი ამ აბრეშუმით ცნობილი რეგიონების დაკავებით, რომელიც თანამედროვე დროს ემთხვევა დაახლოებით სომხეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიებს, ოსმალეთს სურდა საბოლოოდ დაეფუძნებინა, ასე ვთქვათ, ახალი წესრიგი, სადაც ის იქნებოდა წარმმართველი ძალა კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და ქვემოთ უკვე არაბეთის ნახევარკუნძულამდე. მას ეს გამოუვიდა კიდევაც და შახ-აბასს მოუწია საკმაოდ რთულ პირობებში თავისი მმართველობის დაწყება. შახ-აბასს ასევე ჰქონდა პრობლემა აღმოსავლეთითაც. ირანს უტევდნენ ცენტრალური აზიიდან უზბეკები და ამ ვითარებაში პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ სეფიანთა ირანი ორმხრივი შეტევის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა, ამას რა თქმა უნდა დაემატოს შიდა არეულობაც და მხრივ აი სამი ძირითადი პრობლემა ჰქონდა გადასაწყვეტი შახ-აბასს. და ჩვენთვის ეს ისტორია საკმაოდ კარგად ცნობილია, რომ თავიდან მან მთელი თავის ყურადღება გადაიტანა უზბეკების დასამარცხებლად, რაც გააკეთა კიდევაც პარალელურად ქვეყნის შიგნით ის ცდილობდა ვითარების გაუმჯობესებას, იქნება ეს ეკონომიკურად თუ უბრალოდ სოციალურ დონეზე არ გაგრძელებულიყო ის შიდა ბრძოლები, რაც სიტყვაზე ყიზილბაშებს შორის მიმდინარეობდა, ან ყიზილბაშებსა და უკვე უშუალოდ შახის მომხრეებს შორის და ამ ყველაფრის პარალელურად შახ-აბასი ხელს აწერს ზავს ოსმალეთის იმპერიასთან, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს შიდა პრობლემებს და უზბეკებთან ბრძოლას.
შახაბასი იმ მმართველთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ნაირად დიდი ხედვა ჰქონდათ იმპერიისა, ქვეყნისა. შახაბას სურდა ირანი გამხდარიყო ნომერ პირველი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. ამისთვის მას ესაჭიროებოდა იმ დიდარი ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც ოსმალეთის ხელში იყო გადასული. როგორც ვახსენეთ, ოსმალეთს ეკავა აბრეშუმის წარმოებით ცნობილი ტერიტორიები, მაგრამ აქ საინტერესო ისიც არის, რომ პრაქტიკულად ოსმალეთს სურდა აღმოსავლეთ კავკასიის დაკავებაც, რაც გააკეთა კიდევაც და ამით სურდა უკვე ასტრახანამდე სავაჭრო გზის დაკავება. და ოსმალეთს პრინციპში ჰქონდა ისეთი ამბიციური გეგმა, რომ ერთდროულად არ მარტო სეფიანთა ირანი ჩამოეშორებინა და ასე ვთქვათ, გაიხადა მეორე ხარისხოვან სახელმწიფოდ, არამედ შეეჩერებინა რუსეთიც, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდიოდა და მზარდი ძალა იყო და სურდა ასტრახანით, რომელიც მან უკვე მე-16 საუკუნის შუა ხანებისთვის ჰქონდა დაპყრობილი, რუსეთს სურდა ასე ვთქვათ სამხრეთით ჩასულიყო ვოლგით კასპიამდე და კასპიიდან უკვე ირანამდე და ამით პრაქტიკულად მოხდარიყო ირანისა და რუსეთის დაკავშირება ერთმანეთთან. ეს ცნობილი სავაჭრო გზა, რომელიც ასტრახანიდან ქვემოთ უკვე ირანამდე გადიოდა ორ ნაწილად, იქნება ეს კასპიის ზღვით თუ კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროთი, ასე ვთქვათ. ეს იყო ის მაგისტრალი, რომლის ხელში ჩასაგდებათაც პრინციპში ოსმალები იბრძოდნენ მე-16 საუკუნის განმავლობაში და როგორც თქვით, მათ წარმატებას მიაღწეს კიდევაც ამ საუკუნის ბოლოს და ამით ორი იმპერიის, დიდი სახელმწიფოს განეიტრალებაც მოახერხეს გარკვეულწილად, რამაც რა თქმა უნდა გამოიწვია ისიც, რომ ირანსა და რუსეთს შორის პრაქტიკულად სამოკავშირეო ურთიერთობებიც კი ჩამოყალიბდა ამ დროს. ანუ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ამ საუკუნის ბოლოს და მე-17 საუკუნის დასაწყისში. ეს სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო პარალელი არის თანამედროვე პერიოდთან გასავლელად, რადგან დღესაც რუსეთსა და ირანს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობებია და ბევრისთვის ეს ანომალია არის, მაგრამ როგორც ხედავთ, ისტორიაში არის შემთხვევები, ამ ორი ქვეყნის ისტორიაში არის ისეთი მაგალითები, როდესაც მოხდა ამ ორი ქვეყნის გაერთიანება საერთო მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. შახაბასისთვის ამ სავაჭრო გზის ხელში ჩაგდება და იმ დიდარი ტერიტორიების დაბრუნება, როგორც თქვა, ის იყო საკვანძო გეოპოლიტიკური მიზანი, მაგრამ ის ასევე უყურებდა სხვა ტერიტორიებსაც. სპარსეთის ყურეში პორტუგალიელები დომინირებდნენ, რადგან მათ ეკავათ პრაქტიკულად გასასვლელი სპარსეთის ყურეში, ანუ კუნძულ ჰორმუზის დაკავებით პორტუგალიელებმა მოახერხეს ხელში ჩაიგდოთ ის სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთის ოკეანიდან უკვე სპარსეთის ყურეში და შემდეგ უკვე ერაყსა და დანარჩენ ახლო აღმოსავლეთში შედიოდა. და რადგან პორტუგალიელები საკმაოდ მომძლავრებულები იყვნენ აი ამ ტერიტორიაზე და როგორც ვიცით, იმ დროს პორტუგალიის იმპერია შეიძლება ჯერ უკვე აღარ იყო, ასე ვთქვათ, თავის სიძლიერის ზენიტში, მაგრამ მას მაინც ეკავა საკმაოდ საინტერესო წერტილები მთელ ინდოეთის ოკეანეში, რითაც ის ცდილობდა ჩაეკეტა ყველა გასასვლელი. ამას ეწინააღმდეგებოდნენ ჰოლანდიელები, ამას ეწინააღმდეგებოდნენ ინგლისელები და რა თქმა უნდა, აი აქ უკვე ბუნებრივი კავშირი შეიკრა შახაბასა და ინგლისელებს შორის და მათ ერთობლივი ძალებით უკვე მე-17 საუკუნის დასაწყისში მოახერხეს პორტუგალიელების განდევნა და შემდეგ უკვე შახაბასმა კუნძულ ჰორმუზიდან, ვთქვათ,
გადაიტანა ეს საკვანძო პორტი უკვე ხმელეთზე და ამ პორტს დღესაც ეს პორტი დღესაც ატარებს მის სახელს, ეს არის ბანდარ-აბასი. საინტერესო აქ ჩვენთვის ის არის, რომ ამ სამხრეთის სამხრეთული ეს თქვა მიმართულების გარდა შახ-აბასი ასევე უყურებდა აღმოსავლეთით მიმდინარე პროცესებს და ჩვენ ვთქვით, რომ ის ცდილობდა შეეჩერებინა უზბეკების შემოსევები, მან წარმატებით მოახერხა ეს. დაამყარა მან ირანის თქვათ გავლენა, გულისხმობ თანამედროვე ცენტრალური აზიის სამხრეთ ნაწილებზე და თანამედროვე ირანის აღმოსავლეთ ნაწილზეც, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ტერიტორია ჰქონდათ უზბეკებს დაკავებული. მაგრამ შახ-აბასი ასევე უყურებდა თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიასაც. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ვაჭრობა ინდოეთთან. სხვადასხვა გამოთვლებით ირანისთვის ვაჭრობა ინდოეთთან ბევრად უფრო მომგებიანი და ასე ვთქვათ, ბევრად უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ირანის ვაჭრობა რუსეთთან თუ დასავლეთის ქვეყნებთან. რთულია თქმა ციფრებში რა ვაჭრობა, რა ასე ვთქვათ, რაოდენობის, რა მასშტაბების ვაჭრობა იყო ეს, მაგრამ ცალსახაა ის, რომ ინდოეთთან არსებული სავაჭრო გზები და არსებული ასე ვთქვათ, სავაჭრო კონტაქტები იყო საკმაოდ ასე ვთქვათ, ფართო და მასშტაბური იმ გაგებით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ასე ვთქვათ, ოქროსა და ვერცხლის, რასაც ირანი მოიპოვებდა ევროპელებთან ვაჭრობით, შემდეგ უკვე გადიოდა ინდოეთში, რათა ინდოეთიდან ეყიდათ და ასე ვთქვათ, იმპორტირება მოეხდინათ იმ საჭირო ნივთების, რაც ასე მოსწონდათ იმ დროინდელ ირანელებს. ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ჩრდილოეთის მიმართულებაზე, ეს არის რუსეთთან არსებული სავაჭრო გზა, თქვით სპარსეთის ყურეში არსებულ მდგომარეობაზე პრინციპში გავამახვილეთ ყურადღება, ასევე ინდოეთზე და აი მეოთხე მიმართულება გვრჩება, ეს არის უკვე ოსმალეთის იმპერია. აქ ძალიან საინტერესო ურთიერთობები ჩამოუყალიბდა შახ-აბასს და ზოგადად სეფიანთა ირანს იმ დროს. ოსმალეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ აბრეშუმის მიღება, რაც იწარმოებოდა სეფიანთა ირანში. ეს მასშტაბური წარმოება, საკმაოდ ხარისხიანი აბრეშუმისა და ოსმალები დაინტერესებულები იყვნენ, რომ ეს აბრეშუმი შესულიყო მათ იმპერიაში შიდა მოხმარებისთვის და ამავდროულად ოსმალეთს შეესრულებინა ასევე ტრანზიტული როლი ევროპასთან ვაჭრობის კუთხით. ეს უპირატესობა ის უპირატესობა პრინციპში რაც ირანს გააჩნდა, მაგრამ ამავდროულად ის ნაკლი რაც ირანს ჰქონდა იყო ის, რომ ძირითადად მაინც მისი აბრეშუმის საზღვარგარეთ გატანა მიმდინარეობდა ზუსტად ოსმალეთის ტერიტორიის გავლით და ეს პირველ რიგში ალეპოთი, ბურსათი და სხვა ქალაქების მეშვეობით, რომელიც ასე ვთქვათ, ჰაბებს, ცენტრებს წარმოადგენენ ოსმალეთის იმპერიის ვაჭრობისა. შახ-აბასისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს ექსპორტი, ასე ვთქვათ, სპარსული აბრეშუმისა არ შეჩერებულიყო, რადგან აქედან დიდი შემოსავალი მოდიოდა და ზუსტად აი ამ დამოკიდებულებას ოსმალეთის იმპერიაზე ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგად იყენებდა სპარსეთის წინააღმდეგ და ხშირი იყო მაგალითად სავაჭრო მიმართულების, სავაჭრო ესე ვთქვათ, გზების ჩაკეტვა, რაც რა თქმა უნდა დიდ ზიანს აყენებდა სპარსეთის აბრეშუმის წარმოების ინდუსტრიას. და
ზუსტად ამის გამო ირანი უკვე ცდილობდა, რომ სხვა გზებით გაეტანა აბრეშუმი, იქნება ეს რუსეთის გავლით თუ სპარსეთის ყურის გავლით. ზუსტად აი აქედან გამომდინარეობს ის, რომ რატო ცდილობდა ირანი იმ დროს, კერძოდ კი შაჰ-აბასი, სპარსეთის ყურეში პორტუგალიელების განდევნას და იქ უკვე თვითონ გაბატონებას, რათა მარტივად მოეხერხებინას თქო ბრიტანელების, ინგლისელების ან ჰოლანდიელების მეშვეობით უკვე აბრეშუმის გატანა და ეს თქო ოსმალეთის ტერიტორიის გაუვლელად. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ძალიან საინტერესო სურათი, რომ შაჰ-აბასმა მაინც ვერ მოახერხა სრულად ამ ვაჭრობის გატანა, ან სავაჭრო ურთიერთობების გადაწყობა ისე, რომ სპარსეთის ყურით ან რუსეთით მოხდარიყო ძირითადი ნაწილის ევროპისკენ გატანა, მაინც ისევ და ისევ ოსმალეთის მიმართულება საკვანძოდ დარჩა. ამაში თვითონ ოსმალებიც იყვნენ დაინტერესებულები, როგორც თქვით, ასევე სპარსელებიც და ამიტომაც მიუხედავად ომიანობისა, მიუხედავად ხშირი ჩაკეტვებისა, გზებისა, მაინც ორივემ მოახერხა ის, რომ ეს ჩაკეტვები ხანგრძლივი პერიოდით არ განხორციელებულიყო და ასევე ის, რომ მაინც ეს ურთიერთდამოკიდებულება, რაც ამ ორ იმპერიას ჰქონდა აი ამ ეკონომიკურ კომპონენტში, იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, თუ რატომ მოხდა საბოლოო ჯამში გადაფასება აი ამ ორი იმპერიის მტრობისა ერთმანეთში და როდესაც უკვე შაჰ-აბასის შემდეგ სხვა ახალი მმართველები მოდიან საფიანთა ირანში, უკვე ირანსა და ოსმალეთს შორის იდება ასე ვთქვათ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას სამუდამო ზავიც კი. რადგან ეს თქო მნიშვნელოვანი შეტაკებებს ამ ორ იმპერიას შორის უკვე აღარ ქონდა მე-17 საუკუნის პრინციპში 40-იანი წლებიდან შეიძლება ითქვას. ჩვენთვის აქ საინტერესო არის კიდევ ერთი მიმართულება. ეს არის საქართველოს მიმართულება. თუ რატომ ილაშქრა შაჰ-აბასმა საქართველოს წინააღმდეგ, კერძოდ აღმოსავლეთ საქართველოში. უდავოა ის, რომ იქ იყო პოლიტიკური მიზეზები და წმინდა სამხედრო მიზეზებიც, რადგან შაჰ-აბასი ეშინოდა, რომ ჩრდილოეთიდან რუსეთი მოდიოდა და მისი გავლენა, ასე ვთქვათ, სულ უფრო იზრდებოდა, რადგან ადგილობრივი ქრისტიანული სამეფოები გულისხმობ აღმოსავლეთ კავკასიაში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, პრინციპში შეიძლება ესეც ითქვას, უფრო იმედის თვალით უყურებდნენ რუსეთს და შაჰ-აბასს სურდა, რომ ზუსტად აი ეს პროცესი შეეჩერებინა. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, მანდ იყო ძალიან საინტერესო მიზეზიც. აღმოსავლეთ საქართველო მე-16 საუკუნის დასაწყისისთვის იყო საკმაოდ ცნობილი აბრეშუმის წარმოებით. არის მიმოფანტული, ეს თქო, წყაროებში მიმოფანტული ცნობები იმის შესახებ, რომ ქართული აბრეშუმი რამხელა დისტანციებზე იყო ექსპორტზე გაგზავნილი, იქნება ეს საკუთრივ ირანში, ან თუნდაც ქალაქ ალეპოში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თანამედროვე სირიაში, რაც მეტყველებდა, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ ქართველი ვაჭრები და ქართული ნაწარმი აბრეშუმის სახით პირველ რიგში იყო საკმაოდ მაღალი ხარისხის და იგზავნებოდა შორეულ დისტანციებზე. ერთ-ერთი კიდევ ასეთი ტერიტორია, რა თქმა უნდა, იყო ასტრახანი. და საკურველია ის ახლომდებარე ტერიტორიები, პირველ რიგში შირვანი მაგალითად, სადაც ქართველი ვაჭრები და ქართული აბრეშუმი საკმაოდ აქტიურად იყო, ასე ვთქვათ, გავრცელებული. არის ასევე ეჭვი იმისა, რომ ზუსტად ქართული აბრეშუმი
აბრეშუმით დაინტერესებული იყვნენ ასევე სომეხი ვაჭრებიც, ჯულფაში მცხოვრები სომეხი ვაჭრებიც და მათ საკმაოდ წარმატებით ჰქონდათ, ასე ვთქვათ, აგებული იმ დროისათვის უკვე ის ქსელი, სავაჭრო ქსელი, რომელიც მოდებული იყო მთელ ახლო აღმოსავლეთს და უფრო შორს ევროპასაც და შორეულ აზიასაც კი აღწევდა და დიდი ალბათობით ეს აბრეშუმი გადიოდა, ქართული აბრეშუმი მათი მეშვეობითაც გადიოდა საზღვარგარეთ. ამას რა თქმა უნდა დაემატოს საკუთრებულ ქართველი ვაჭრების აქტივობაც და უამრავი წყაროა იმის შესახებ თუ როგორ აქტიურობენ ქართველი ვაჭრები ირანის, რუსეთის, ოსმალეთის იმპერიის თუ საკუთრებულ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ტერიტორიებზე. ირანისთვის იმ დროს, ანუ მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის, შახ-აბასისთვის პრინციპში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მას ხელში ქონოდა ყველა ის ტერიტორია გარშემო, რომელიც აწარმოებდა აბრეშუმს. ანუ ლოგიკა ძალიან მარტივი იყო, უნდა დავიმორჩილო ეს მდიდარი ტერიტორიები და თუ ეს არ მოხდება, მაშინ ეს ტერიტორიები უნდა გაანადგურდეს, რადგან აი ის ინდუსტრიები, ანუ ის აბრეშუმის წარმოება, რომელიც შეიძლება აი მეზობელ ტერიტორიებზე არის გავრცელებული, მე შემიქმნის პირდაპირ კონკურენტი იქნება ჩემთვის და ამით პრინციპში ჩემი აბრეშუმის წარმოება იქნება შენელებული, ასე ვთქვათ. ან ყოველ შემთხვევაში იმხელა კონკურენცია იქნება, რომ ჩემი აბრეშუმით დაინტერესება იქნება შედარებით დაბალი უცხო ბაზრებზე. აი ერთ-ერთი ასეთი კონკურენტი ზუსტად იყო კახეთის აბრეშუმი, ქართლის აბრეშუმი, მაგრამ უფრო უნდა გავამახვილოთ ყურადღება კახეთის აბრეშუმზე და აქ საინტერესო ის არის, რომ როდესაც ასე ვთქვათ, წყაროებში სხვადასხვა ცნობების გაანალიზებით შეიძლება იმის თქმაც, რომ შახ-აბასი როდესაც შემოდის აღმოსავლეთ საქართველოში, დალაშქრავს ამ ტერიტორიებს, მას ამის შემდეგ პრინციპში აბრეშუმის ინდუსტრია სრულად თუ არა, მაგრამ ისეთ დაკნინების გზას ადგას უკვე აღმოსავლეთ საქართველოში, რომ მას ბევრი აწლეული დასჭირდა, რომ გარკვეულწილად რაღაცა დონეზე მოხდარიყო აღდგენა ამ წარმოებისა. სრულად მაინც ეს ვერ მოხდა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც შახ-აბასმა გადადგა კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, გეოეკონომიკური ნაბიჯი შეიძლება ასე ითქვას, როდესაც მან ქართველების უამრავი რაოდენობა გადაასახლა ირანში. სადაც დიდი ალბათობით ეს ის ხალხი იყო, ვინც აქტიურად იყო ჩაბმული სოფლის მეურნეობაში, აბრეშუმის წარმოებაში და ამით მას სურდა, რომ ასე ვთქვათ, გაემდიდრებინა საკუთარი იმპერია და ამავდროულად ის ასუსტებდა თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ის იყო კახეთი და კახეთის აბრეშუმის წარმოება. ამიტომაც არ არის გასაკვირი ის მომენტიც, როდესაც ჩვენ წყაროებში ხვდებით ისეთ მონაცემებს, რომ შახ-აბასის ჯარი, ასე ვთქვათ, ანადგურებდა არა მხოლოდ სიტყვაზე დასახლებულ პუნქტებს იმ მიზნით, რომ ამოეხოცა მოსახლეობა ან გადაესახლებინა მოსახლეობა, არამედ ანადგურებდა მეურნეობასაც, რადგან იცოდა, რომ პირველ რიგში ის ანადგურებდა თუთის ხეებს. და სხვადასხვა მონაცემებით შეიძლება იმ ვარაუდის გამოთქმაც, რომ ბევრი თუთის ხე მან არა მხოლოდ გაანადგურა, არამედ ამოთხარა ეს ხეები და გადაიტანა ირანში. და პრინციპში ჟან შარდენს რაც უწერია, როდესაც ის უკვე ჩადის საქართველოსთან ჩადის ირანში და აღწერს ასე ვთქვათ, სეფიანთა დედაქალაქს ისფაჰანს,
საინტერესო ის, რომ ზუსტად აი იმ დროს, ანუ საქართველოში ლაშქრობის შემდეგ, ისფაჰანში შეიქმნა ბაღი თუთის ხეებისგან შემდგარი და შეიძლება გარკვეულწილად ესეთი ვარაუდის გამოთქმაც, რომ ზუსტად აი ის ხეები, რაც შესაძლოა რომ ამოთხარა შაჰ-აბასმა აღმოსავლეთ საქართველოსთან, კერძოდ კახეთიდან, მან შემდეგ უკვე გადაიტანა სეფიანთა ირანში. ეხლა სხვა საკითხია, რამდენად მოხერხებადი იყო ეს წმინდა ლოჯისტიკურად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი დამთხოვა ძალიან საინტერესო არის, თუ ასე ვთქვათ, აი ამ ანალიზს გავყვებით. ამიტომაც საქართველოზე ლაშქრობა შაჰ-აბასის მხრიდან ეს იყო წმინდა როგორც სამხედრო და პოლიტიკური, ასევე რა თქმა უნდა ეკონომიკური ნაბიჯი და ამით მას სურდა რომ ეს ტერიტორია ყოფილიყო ან სრულად დამორჩილებული და თუ არ დაემორჩილებოდა, მაშინ ის უნდა განადგურდეს ეკონომიკურად, რადგან ის უწევს ირანის აბრეშუმს პირდაპირ კონკურენციას. და აქ საინტერესო ის, რომ შაჰ-აბასი რა თქმა უნდა, ოსმალეთთან ურთიერთობაში გარკვეული იყო ამ ორ იმპერიას შორის ის გავლენის სფეროები, მეგულისმოყ აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის ქვეშ, აღმოსავლეთი კი სპარსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა, მაგრამ ის, რასაც აკეთებდა შაჰ-აბასი, როდესაც მან ლაშქრობები განახორციელა საქართველოში, კერძოდ ის, რომ მან სურამსა და გორში ციხესიმაგრეები ააგო, პრაქტიკულად გაამაგრა ან ააგო, ის იყურებოდა აღმოსავლეთ, ესე ვთქვათ, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიისკენაც. და არის კიდევ სხვადასხვა მონაცემები, რომ პრინციპში დასავლეთ საქართველოს, ესე ვთქვათ, სამეფოების და სამთავროების მმართველების შეშინებულები იყვნენ, რომ შაჰ-აბასი და ზოგადად ირანელები მერე უკვე დასავლეთ საქართველოში არ გადასულიყვნენ სალაშქროდ და ასე ვთქვათ, ელოდებოდნენ ოსმალებისგან პირდაპირ მხარდაჭერას, რომ ეს არ მოხდარიყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ესეც გარკვეულწილად შესაძლოა ეს იყო შაჰ-აბასის ხრიკი, რადგან მაგალითად რუსელჩებთან საუბარში ის პირდაპირ ამბობდა, რომ ის არ აპირებდა არანაირად დასავლეთ საქართველოზე ლაშქრობას. მაგრამ თუ ასეთი სურვილი იყო, ეს საკმაოდ ლოგიკური სურვილი იყო, რადგან ის სავაჭრო გზები, რაც გადიოდა აღმოსავლეთ საქართველოსთან დასავლეთ საქართველოში, სამხრეთ საქართველოში არსებული სავაჭრო გზები, ახალციხესა და ახალქალაქზე გამავალი გზები, ეს ის ტერიტორიები იყო, რომლის გაკონტროლებითაც პრინციპში შაჰ-აბასი მოახერხებდა ზღვისკენ გასვლასაც. საბოლოო ჯამში ირანის ექსპანსიონისტური პოლიტიკა ათასწლეულების განმავლობაში, ირანული იმპერიების, ასე ვთქვათ, სპარსეთის და ზოგადად ირანის სხვადასხვა პროექტის, ასე ვთქვათ, ექსპანსიონისტური პოლიტიკა ზუსტად ამას ემსახურებოდა. გასულიყო უკეთეს ტერიტორიებზე, რადგან საკუთრივ ირანი არ არის მდიდარი გეოგრაფიულად და რესურსებით, რა თქმა უნდა, დღეს მას ნავთობი და გაზი აქვს, მაგრამ მე ვსაუბრობ აი ათასწლეულების განმავლობაში, ათასწლეულების პერსპექტივიდან ირანის ტერიტორია ყოველთვის ითვლებოდა ღარიბ ტერიტორია და ირანელი მმართველები და სხვადასხვა დინასტიები ცდილობდნენ, რომ აი ამ ღარიბი ტერიტორიის გარშემო არსებული მდიდარი ტერიტორიები ჩაიგდოთ ხელთ. ეს იქნება ეს აღმოსავლეთ კავკასია, თანამედროვე ერაყი, კლასიკური ასე ვთქვათ, მესოპოტამია, სირია, მცირე აზია, ცენტრალური აზიის ნაწილები და რა თქმა უნდა მიზანი რო გასულიყვნენ ზღვებზე, ხმელთაშუა ზღვაზე, გარკვეულწილად შავ ზღვაზეც და არ არის გამორიცხული, რომ შაჰ-აბასაც ესეთი მიზანი ჰქონდა.